გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა News Odyssey. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალად გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DDI. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. Sylvester Stallone გვიბრუნდება ტალსას მეფის მესამე სეზონით. ახალ სეზონში მაფიოზ დუაიტ მანფრედის უწევს შეტაკება ამერიკულ გავლენიან დანმაიერების ოჯახთან, რომლებიც წარმოადგენენ უძველეს ოჯახს ამ მიდამოებში და რომლებიც ასევე საერთოდ არ ცნობენ იტალიური მაფიის წესებსა თუ პრინციპებს, რაც კარგი წინააღმდეგობა და საინტერესო გამოწვევა იქნება გამოცდილი მაფიოზისთვის, როცა გიწევს გამოსვლა ჩვეული მოცემულობებიდან და ახალი თამაში, ახალი წესებით ჩარდა. და რა თქმა უნდა, იქაც გამარჯვებულად დაბრუნება, რადგან სასწორზე ყველაზე მნიშვნელოვანი დევს როგორც სიცოცხლე, ასევე სახელი და თავმოყვარეობა. ასევე გვპირდებიან სამსახიობო კოლექტივის განახლებას და რაც ყველა კინომოყვარულს გაგვიხარდება, ახალ სეზონში გამოჩნდება ზექარიზმატული სამუელ ჯექსონი. ახალ სერიებს უკვე ამ თვის ბოლოდან უნდა ველოდოთ. ბევრისთვის უსაყვარლესი ფრანჩაიზა დიდი გამყინვარება ოფიციალურად დიდ ეკრანებზე ბრუნდება. ჩვენთვის უსაყვარლესი მამონტი ლენით, სიდით, დიეგოთი, ელითა და რა თქმა უნდა ციყვის კრატით. ახალი სერიის სახელი იქნება დიდი გამყინვარება დუღილის წერტილი, სადაც შემოქმედებითი გუნდის თქმით მივიღებთ ურიცხვ ექშენს დინოზავრების, ვულკანებისა და ლავის სახით. ფილმის პრემიერა 2027 წლის 5 თებერვლისთვის არის ჩანიშნული. მესმის არც ისე მალე იქნება, მაგრამ დაალოდებათ ნამდვილად ღირს. აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფრანჩაიზა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მულტიპლიკაციის ისტორიაში. მან გასულ 5 სერიაში 6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოტანა მოახერხა და ამ დროს ისეც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო მეხუთე სერია 10 წლის წინ გამოვიდა. დუეინ ჯონსონმა ვერ შეიკავა ვერც ემოციები და ვერც სრემლები ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მან და მისმა ფილმმა გამანადგურებელმა მანქანამ სრული ფურორი მოახდინეს და ფილმის შემდეგ ოვაციები დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. ამ დონის კინოფესტივალზე დუეინის ამდენი ხანი რომ ტაშუკრავდნენ, მოდიდა ნოატირდებოდა. აღნიშნულ ფილმში დუეინის პარტნიორობას უწევს ულამაზესი ემილი ბლანტი. პრესკონფერენციაზე დუეინმა გაგვიმხილა, რომ აღნიშნული სტილის ფილმზე ის დიდი ხანია ოცნებობდა. როცა მასსავით წლებია ჰოლივუდის საკონვეიერო ფილმებში იღებ მონაწილეობას, რომელთაც მთავარი მიზანი არა დრამატურგიული, ანუ კინემატოგრაფიული დატვირთვა, არამედ უმთავრესია ბიუჯეტის და ბოქს ოფისის შევსება და პლუსში გასვლა, ამგვარი ფილმები სუფთა ჰაერივით იყო. ერთი სიტყვით დუეინის ოცნება ახტა და ჰოლივუდური ატრაქციონული ფილმების შემდეგ მან ნამდვილ სპორტულ დრამაში შეძლო მონაწილეობის მიღება და როგორც კინოფესტივალი გვეუბნება, ეს შესანიშნავად შეასრულა. Paramount Pictures-მა და Activision-მა ოფიციალურად განაცხადეს ერთობლივი პროექტის შესახებ და ეს იქნება არც მეტი, არც დაკნები ლეგენდარული Call of Duty-ის მიხედვით გადაღებული სერიალი. Last of Us-ისა და Fallout-ის წარმატების შემდეგ ისედაც დროის ამბავი იყო ამ დონის თამაშის ეკრანიზაცია, რომელსაც ამხელა უზარმაზარი ფანების არ მიაყავს. მარტო ამერიკაში Call of Duty ბოლო 16 წლის განმავლობაში არავისთვის დაუთმია ყველაზე გაყიდვადი თამაშის სტატუსი. თან თამაშის უდიდესი ლორი ხელს უხსნის სცენარისტებს, იმიტომ რომ თამაში სიუჟეტურად მოიცავს პირველი მსოფლიო ომიდან უახლოეს მომავლამდე პერიოდს. ასევე საინტერესოა, რომელ სიუჟეტურ ხაზს აირჩევენ. ჯაშუშურ ინტრიგებზე აგებულ Black Ops თუ მძაფრ შეტაკებებს Modern Warfare-დან. როგორც არ უნდა იყოს, თუ სწორად შეირჩა შემოქმედებითი გუნდი და მოხდა ინვესტირება შესაბამისი, მგონია რომ ძალიან დიდი ექშენის მქონე პროდუქტს მივიღებთ. როგორც იქნა, ესე ნანატრის სინგ-სონგი გამოვიდა და რა თქმა უნდა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მათ შორის მეკობრეებსა და მეკობრული პროდუქციის მომხმარებლებს შორისაც. თამაში მალევე მოხდა მეკობრულ საიტებზე, მაგრამ გარკვეულ ჯგუფებში, სადაც მიდის განხილვები და ხშირადაც მონაწილეობენ ზუსტად ის ჰაკერები, დიდი დისკუსია იწია იმის თაობაზე, რომ საერთოდ ღირს თუ არა აღნიშნული თამაშის ასე ვთქვათ, გატეხვა და მოუწოდებდნენ სხვებსაც, რომ აღნიშნული თამაში არ გაეტეხათ.
იმიტომ რომ მართლაც რომ დემოკრატიული ფასით წარმოგვიდგა. ჩვენ ყველა უკვე მივეჩვიეთ რომ დიდი თამაშები, რომელთაც ამის ნახევარი მოლოდინი და აუდიტორიაც არ ყავს როგორც Sing Songs, საშუალოდ $70-80 ხოლმე. ხოლო აღნიშნული თამაშის შემქმნელებმა მხოლოდ $20 მოითხოვეს. გარკვეულ საზოგადოებაში აღნიშნული ფაქტი გეიმერებისთვის პატივისცემის და თვალებში ნაცრის არ შეყრის აქტად იქნა აღქმული და შესაბამისად მეკობრე იქნება თუ ჰაკერი, მათი მხრიდანაც მიიღო მხარდაჭერა. თან თამაშის შექმნის ისტორიაც საკმაოდ სულში შემძრომია. აღნიშნული თამაში Kickstarter-ის მეშვეობით შეიქმნა, ეს არის პლატფორმა, სადაც გარკვეული ჯგუფები ან პიროვნება დებს თავის იდეას და ითხოვს მხარდაჭერას. ზუსტად ეგეთი მომხმარებლების გვერდში დგომით შეიქმნა პირველი ნაწილი და ეხლა უკვე სიკველი. ხო და შემოქმედებითი ჯგუფს ეს არ მომხმარებლებს, ვინც პირველი ნაწილის შექმნისას ედნენ გვერდით, მეორე ნაწილიც უფასოდ მიიღეს. აღნიშნული პრეცედენტი მართლაც რომ საყურადღებოა. თქვენი აზრით, რომ დაედოთ $80, მაგრამ ნაწილი მეკობრული ხერხებით გადმოეწერა, თან დალოდებოდნენ, როცა დასეილდებოდა, მაშინ უფრო მეტ შემოსავალს ნახავდა კომპანია თუ ეხლა? თხოვთ დაგვიწეროთ კომენტარებში თქვენი ვარაუდი. სამ საბოლოო ვერდიქტს დაწერთ. იმასაც გეტყვით, რომ გამოსვლის მომენტში იმდენი მომხმარებელი შევიდა თამაშის სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში გადმოსაწერად, რომ PlayStation Store-დან დროებით საერთოდ აიღეს აღნიშნული პროექტი. Xbox-ი წერდა შეცდომას და ითხოვდა გვერდის განახლებას, ხოლო Nintendo და Steam-ი საერთოდ დაწვა. Marvel Wolverine იგივე სამურავი Insomnia Games-ისგან უკვე მზადაა პრეზენტაციისთვის, რომელიც სავარაუდოდ PlayStation-ის State of Play-ზე გაიმართება სექტემბრის ბოლოსკენ. და ზუსტად მან ველოდებით ახალ ტრეილერს, უფრო მეტი დეტალითა და გეიმპლეით. ვისაც ძველი ნაწილი ნათამაშები გაქვთ, დამეთანხმეთ საკმაოდ საინტერესო გეიმპლეი და ჩამთრევი სიუჟეტით გამოირჩეოდა, რასაც თითქოს ერთი შეხედვით არ ცველოდით. იმედია მეორე გაყვება ნაკვალებს და ისევ იგივე ბრუტალურ თამაშს შემოგთავაზებენ, როგორც იყო პირველი. კინოთეატრებში გადის ანიმე ფილმი Demon Slayer-ი. ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი და ამჟამად ჰაიპის ტალღაზე მყოფი ანიმე სერიალი სრულმეტრაჟიანი ფილმი. მის წარმოადგენს სიუჟეტურ გაგრძელებას მეოთხე სეზონისა. რაღაცნაირად ზუსტად ვერ ხვდები რა შეფასება გავაკეთო ამ ფილმზე. წასვლა არ წასვლის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვისაც არ მოსწონს ანიმაციის ეს ჟანრი, რაც არ უნდა ვაქო ეჭვმეპარება წავიდნენ. და თან რომ წავიდნენ თუ წინა 4 სეზონი არ აქვთ ნახი, დიდ ვერაფერს გაიგებენ და თუ მოსინჯვის განზრახვით წავიდნენ, ისეთები დაბრუნდებიან, რომ საბოლოოდ მოიჯახუნებენ ანიმეს კარებს და ეს ძალიან სამწუხარო იქნება. არის მეორე მხარე, ვისაც უყვარს და ვინც ადევნებს თვალს და ჩემსავით აღნიშნული ანიმეს გულშემატკივრები არიან და ესენი რა თქმა უნდა ჩემი რჩევისა და მითითების გარეშედაც ელოდებოდნენ და წავიდოდნენ. თან მით უმეტეს მეოთხე სეზონი ისეთ უმნიშვნელოვანეს მომენტზე დამთავრდა, ასე რომ კომენტარზე შეფასებას გავაკეთებ როგორც მოყვარული და მათთვის ვინც არ ყოფილა, მაგრამ უნდა რომ წავიდეს და ნახოს. პირდაპირ ვიტყვი ფილმმა იმედი გამიცრუა არა, მაგრამ ვერც გაამართლა. აი, საერთოდ არაფერი მივიღეთ. სუფთა მარკეტინგი იყო ამ ფილმის გამოშვება კინოთეატრებში რაღაც ფულის გასაკეთებლად. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ მითხრათ, რომ რა მერე და რა მოხდა და არც არაფერი აკეთონ ხალხმა ფული წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ხომ უნდა შემოგთავაზონ რაღაც განსხვავებული. როცა 4 სეზონი ტელევიზორის ეკრანზე მაყურებინეს და უცებ კინოში მეპატიჟებიან, რაღაცა უფრო მეტ პომპეზურობას ან მასშტაბურობის მოლოდინი გვაქვს. არ არიან ნამდვილად პირველები, ვინც ამგვარ ხერხს მიემართეს და საბოლოო სერია ერთ ფილმად აქციეს, მაგრამ იქ რაღაცა განსხვავებული მაინც მივიღეთ. აქ კიდევ აი რიგითი სერიები უბრალოდ შეკრეს, გრანდიოზული ბატალიებისა და სხვა სერიებში უფრო მეტიც კი რომ იყო ისეთებისგან განსხვავებული და რატოღაც ჩათვალეს, რომ ამ ფილმს ეხლა უკვე ჩვენ მოგვაწვდინა როგორც რაღაც ახალ პროდუქტს. თან რატომღაც უფრო ჩათვალეს აქცენტი გაეკეთებია დემონური პანთეონის წევრების გაცნობაზე და მათ წარსულზე. ვეცდები არ დავასპოილერო, მაგრამ ტრეილერიდანაც ჩანს კიდევ რომ თითქმის უმეტესი სიუჟეტი უსასრულ ციხესიმაგრეში ხდება და ეს საერთოდ მასშტაბურობის აღქმას კლავს, რაც ეკრანზე ხდება, მარტო კალიდორულია. და ყველაზე მთავარი სიუჟეტიდან არაფერი ირკვევა. დიდი ვერაფერი ეცვლება, ისე ვთქვათ, დემონურ საყრდენ კედელს და თავდება ისე რომ არც დიდად არც არავინ არ მოუკლავთ, არც არავინ აქეთ ამხარეს თუ იქეთ ამხარეს. არ ვიცი, ისევ სერიალით გაგრძელდება, იმიტომ რომ ისეთ მომენტზე მორჩა, რომ შეგიძლია მთელ სეზონადაც გაწელო, ან
ფილმს თუ აპირებენ ესეთ უფერულს კიდევ ბევრს გადაიღებენ. მოკლედ, ისევ განმეორდები. განა არ მომეწონა, კაია, თავის ჟანრშია, მაგრამ არაფერი ვაუ და მით უმეტეს რატომ ნახოთ კინოში, საერთოდ ვერ ხვდები. ლოკაციები რომ ყოფილიყო გაშლილი, კიდე ხო, მასშტაბური სცენების გამო, მაგრამ ეგეც არ არის. კალიდორული შეტაკებებია და მაგის ნახვა დიდ ეკრანზე მარტო აი დიდ გულშემატკივრებს თუ გაუხარდებათ, რომლებიც ჩემს შეფასებას ისედაც არ დაელოდებოდნენ. ასე რომ ფილმს უწერ 10-დან 3-ს. მხოლოდ იმიტომ რომ კინოში საყურებელი რამდენადაა და რას მოგცემთ, აი საერთოდ არ ვიცი. სხვა მხრივ კი სახში ტელევიზორთან დიდ სიამოვნებას მიიღებთ. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო და გვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა მომავალ ვიდეობამდე. კარგად.